ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. საღამოზე ანსამბლი რუსთავი კულტურული პროგრამით წარსდგა. ანსამბლმა ქართული ხალხური მრავალხმიანობის ნიმუშები და ტრადიციული ცეკვები შეასრულა. ღონისძიება საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორთან და ჩინეთში საქართველოს ელჩთან ერთად დაესწრო. ჩინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საზეიმო მიღება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მიღებას დაესწრნენ მაღალი დონის სტუმრები, როგორც დიპლომატიური კორპუსიდან, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმართ მასპინძლობა გაუწია როგორც საელჩოს თანამშრომლებმა, ასევე ამ ღონისძიებისათვის სპეციალურად თბილისიდან მოვლინებულმა ანსამბლ რუსთავმა, რომელმაც მოხიბლა დამსწრე საზოგადოება თავისი ხელოვნებით. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი კულტურა წარმოვადგინეთ აქ ამშორეულ პეკინში და აქ მოსულმა აუდიტორიამ, როგორც ყოველთვის აღფრთოვანებით მიიღო ქართული ცეკვა და მრავალხმიანობა. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა უფრო ღრმად გავეცნო ქართულ კულტურას. დღევანდელმა ცოცხალმა მუსიკალურმა და საცეკვაო წარმოდგენებმა კიდევ უფრო მეტად დამანახა საქართველოს ხანგრძლივი ისტორია და მისი უნიკალური კულტურული ტრადიციები.